Super, ataque Zara. Não, que vai. Თან დიდი ბოდიში უკაცრავად რა. დიდი ბოდიში. ბოდიში. ბატონი გურამ გალობრიშვილის ლექციას ხო ვერ მიმასწავლით. ერთი სართულით ქვემოთ. კარგი, დიდი ბოდიში, მადლობთ. ვაი უკაცრავად და ისა ბოდის გიხდით. საფირფარეშო სად არის ხო ვერ მეწყვით. ანუ საჭირო ოთახი ხო? დიახ. ეგეც ქვემოთ. დიდი მადლობა. ბოდიში უკაცრავად. საფირფარეშო. გამარჯობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა შეგაწყვეტინოთ ის უმნიშვნელოვანესი საქმეები, რითაც ეხლა ხარ დაკავებული. არა, მესმის ეხლა დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა ეს რაღაცა ქართული ბეჭდური მედია, ისეთი საინტერესო ვერ არის. როგორც უფროს კურსელებზე ჭორები, სელფი, ლაიქების რაოდენობა. მაგრამ ამ აუდიტორიაში თუ ვინმე სურს რომ გახდეს პროფესიონალი ჟურნალისტი, ვისი სტატიებიც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, ის ცოდნა, რაზეც დღეს ვილაპარაკებთ, აუცილებელია. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება 1 საათით თავიდან ამოიგდეთ მსგავსი ფიქრები და ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტიკაზე. ანასტასია. დიახ. როგორც ხედავ, დღევანდელი ჩვენი თემა შენთვის საინტერესო არ არის. არა, მე ვხვდები, ალბათ შენ ძალიან გარკვეული ხარ ამ საკითხში და უბრალოდ არ გაინტერესებს, ხო? ხო, რავი. კარგი, მაშინ გითხარი, ვინ გამოიგონა სტამბა და როგორ იყო პირველი ნამუშევრები და რა განსხვავებაა ახალ ამბებსა და პუბლიცისტიკას შორის? გისმენ? გუტენბერგი. უკაცრავად. თქვენი სახელი? დიახ. არა, ბრძანდებოდეთ. პირველად ხედავთ, ხო? დიახ, ახალი ვარ. თინიკო მქვია. სასიამოვნოა თინიკო. როგორც მივხვდი, ჩემს არც თუ ისე რთულ კითხვაზე პასუხისგაცემა გინდოდა. დიახ. შემიძლია, დიახ. გისმენთ? სტამბა გუტენბერგმა გამოიგონა. პირველი ქართული გაზეთი იყო ქართული გაზეთი. ხოლო ახალ ამბებსა და პუბლიცისტიკას შორის ის განსხვავებაა, რომ პირველი ფაქტებია, ხოლო მეორე აზრები ფაქტებზე. მართალია, დიდი მადლობა თინათი. და ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდი. თებროლე, ხო? არა, თინათინი. თქვენ შეგიძლიათ თინიკო დამიძახოთ. ნუ ხო, ეხა თინიკო გაცილებით ვეწყობა. თქვენ რა ქვიათ, ჯერ ახალი ვარ და ცოტა დაძაბული ვარ. მე საკალელი, დაძაბული რატო ხარ, თინიკო? აქ ჩვენ ყველა შენ მეგობრები ვართ. ნუ შენ სანაზე რომ თქვათ, ამხანაგები. მიხარია თუ მასე. რაო, თინიკო, ძალიან ხო არ გძაბავთ. მიდი ახლა გაიქეცი ლექტორს მოახსენე, როგორ გჩაგრავენ უნივერსიტეტის წერბა გოგოები. კიდე მაგაში საგიწერო სათიანები. თუ შენთან ჯერ კიდე ხუთიანებია. სხვათა შორის ჩვენც არ უკვე დიდი ხანია ქულებს აღარ წერენ. ბოდიში ცუდად გამომივიდა ლექციაზე. კარნახი მინდოდა მართლა და დამინახა. აი მოდი შენ მე ნურასოდეს ნურაფერს ნუ მიკარნახებ რა. გარდა მოდის ტენდენციებისა. ეს ალბათ დოლჩე და ბაზრობას 2017 წლის გაზაფხული შემოდგომა ზამთრის კოლექციიდანა. ვაიმე, თინიკო. გაიცანი უკვე ჩვენი უნივერსიტეტის ცნობილი ინტელექტუალები? გოგოებო, ლექტორი გკითხულობთ. თქვენი დახმარება ჭირდება ფილოსოფიური დილემის გადაწყვეტაში და მაგ ამბავი თქვენ გარეშე არ გადაწყდება, ხო იცით და მიდით რა. მოგიშალეს ხო უკვე იმგენმა ნერვები?
შენ გულთან ახლოს მაგენის ლაპარაკი არ მიიტანო და აი მაგენი მაგნაირები არიან. როგორც თბილისში ამბობენ, დაიკიდე. წამოდი ახლა უნივერსიტეტს დაგათვალიერებიებ გინდა? წამოდი. მე ჩვენთან ავიდეთ ოთახში. წამოდი. ეს არის ბიბლიოთეკა. ყველა სტუდენტის ყველაზე საძულველი ადგილი. მაგარია, რამდენი წიგნია. ცოლია ხალხი ზის გოგო ჩვენ თუ კაცრა. უკაცრავად, წამოდი. გული მიგზდოს ყველაზე მეტ დროს შენ ისედაც გაატარებ, წამოდი. ესეც ქონიათ, ხმატაბლა, გოგო, წამოდი. მე, ეს ჩემოთინიკო ჩვენი კლინიკა არის. ზედმეტი სწავლისგან რო დაავადდები, შეგიძლია ჩამობრძანდე და იმკურნალო. ვა, კლინიკა უნივერსიტეტში. რა მაგარია. არ ჭუჭო, გოგო, კლინიკა, აი ლაზარეთი კი არის. წამოდი. ბატონო. დავალია. არა. ტურისტული. კი ბატონო. აპარადეგებზე მარტო სოფელში კი არ შეგიძლია, გოგო, წასვლა, მოხვალაგერ, მარტივად გენაცვალე, მოგიგვარებენ ყველაფერს. მე პირადად გოგო ძალიან მინდა ამ ზაფხულზე პრაღაში წავსვი. რას გოდიალო. არ დადეგებზე. სოფელში ვარ ჩავიდი და ჩემი ბებო რო არ ვნახო, გული როგორ გამიძლებს. კაი, ხალო, რა იყო, მასე ჭიკჭიკობ ახლა, თორე მეიცა ცოტა ხანია სულ სხვანაირად ილაპარაკებ მე. არაფერს არ ჭიკჭიკობ. უკვე ცუდად ხვდები რომ ახსენდება როგორ მელოდება. ისე მეც კი მომენატრა შენი ნორაბებია რა საყვარელი ხალი არის. მე გეტყვი ახლა. მოკიდე ნორაჩკას ხელი და წადით პრაღაში ერთად. წამოდი გეუბნები. ბატონო, ეს არის ყველა სტუდენტის ყველაზე საყვარელი ადგილი. ბუფეტი. ბუფეტი კი არა, კაფე. კაფე კი არა, თბილისლები რა ვარც ამობენ, კაფე. მაშინ რა მაგარი კაფეა. მალადეც მალე ითვისებ ვამაყობ. გეოგრაფიისათვის ება არ გამჭირვებია და ეს გამჭირდებოდა. გეთახმები, წამოდი ახლა ყავა ვიყიდოთ, დავლიოთ ვიჭორავთ. ნანა, როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად, მაგრამ ვინ არის? არავინ. ოფ, გეტყვი მე რა იყო ერთიანი. შენ აღარ ხუმრობ? გოგო, ესა ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი. აქაურობის წყლობით 3 კილო დევიკელი. არ მეტყობა? ხო და თქვათ და ბუფეტში ცოტა მეტი მოგივიდა, გამორბიხარ პირდაპირ აქანა და ინანია. ეს ვინ არის? ამეიგდე თავიდან. მაგის გულისთვის მთელი გოგოები გლიჯავენ უნივერსიტეტში ერთმანეთს. ისე კაი ვინმე კი არის, რა სიტყვა. ფრეშები ნიკ. არავე. ვარჯიშობ შენ? ხო, რა გიჟი ხარ? მეც მივარჯიშ, ახლა შემოვედი, რაღაცა ცოტა მოვიმატებ გონი და. კაი, წავალ და მე რეკნახავ, ხო? აი, ოკეი, მათი. კან. მატეო. ხო, ეთყობა ერთი ყლუპით მეტი მოუვიდა, ყავა. წამო, დაი ავიდე ჩვენთან ოთახში, წამო. დაია, ეგია ჩვენი ოთახი. მომეც გოგო ეჩანთები აქ. აქანა მოგიწევს მომავალი 4 წელი ცხოვრება, ნუ თუ მანამდე არ გათხოვდი და ქმარმა თუ არ დაგიშალა სწავლა. მეტი საქმე არ მაქვს, იმიტომ ჩამოვედი თბილისში სასწავლებლად, რომ ვინმე სწავლა დავაშლევინო. ხო, მაშინ ჩემოდაია შეეგუე იმას, რომ 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უნდა დეიძინო და უნდა გეიღვიძო. ხო, რომანტიულია ჩემ თავს გაფრინდა. მაგარი ლოგინი გვაქვს. კი ბატონო. არა, პირობები მართლა მაგარი არის, ახლა ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე მაგარი რა არის ხო იცი? მოვკითხავი და პატრონი რო არ მყავს, არავინ, დედაჩემის კივილი რო არ მესმის, სათხარ გოგო, მეტრი ეს სახში, ეგი იქანა რატო გაგდია, ეგი აქანა რატო აგდია, გეიღვიძე, დეიძინე. მარტო მაგისტვის ღირდა და აი აქანა ჩაბარება. ძალიან ცთები. ეხა დედაშენის მაგივრად მაგ ყველაფერს მე გეტყვი. სხვადასხვა რომ მოვდიოდ ესე მითხრა, ყურადღება მიაქციეო, შენი იმედი მაქვს, ხო? შენი იმედი მაქვს, არა იგი კიდე. გოგო, მომისვინე ახლა ჩათასკავ, მომისვინე. ახლა მე და შენ გადავიღოთ ძალიან სვეწკი ფოტოები, ვითომ უკვე ძალიან გასულები ვარ, დავდოთ Facebook-ზე, ჩვენი კლასის ჯგუფში, დავხეთქოთ სულ ყველა გულს. მოიცა რა.
კაი, გოგო, რა ხვდები? მიდი რა წამიდგინე, რა კომენტარებს დაგვიწერენ. მიდი, როგორ უნდა გადავიყოთ ახლა მე და შენ ძალიან ცვეთკი ფოტოები. გაჩერდი ერთ მაგისმეც რას უყურებ, აქალა მეიც. ახლა მაცალი. მოდი, ადექი. არ დაგასვენებს რა. შენამდე აქ ცხოვრობდა ერთი გოგო, ანუკა. ხო და წევიდა, მაგრამ რაღაცები დარჩა შკაფში და სანამდე გაახსენდება და მოაკითხავს, მანამდე პატარა მიმაიმუნათ. რა იყო, შეკალო, დიდი ამბავი. ჰოპა! რა ვარია? არა. კაი, გამორიცხო. არა. მიდი. არა. ჩემეს როგორ შეიძლება რომ სხვის ინვიტები აიღო და თან ჩაიცვა. დედა გოგო რა ლამაზი ხარ. რა მოხდა? რას თქმუტუნობ? დიდი ამბავი რა იყო? იანუკა არის ჩემი მეგობარი, რომს გეიგოს, არაფერს არ გვეტყვის. დიდი ამბავი გედევიღოთ, სელფები გევერთოთ, ცოტა. მაგარი ხარ რა. გამომხედე ერთ წუთი. ახლა მე შენ უცებთმებს გაგიკეთებ. მეც უცებ ჩევიცმავი, გამევიშმოტკები და გევიდეთ ლიფტთან, გედევიღოთ სურათები. მაცალე 2 წუთი. გამორიცხულია. რაიჩემე და მეც რო ატყევი სულელი ვარ რა. გოგო, რაევიჩემი, რა იყო? მე თქვი ცოტა გევერთობითქო. რა არის? ერთი ასე თუ დეიტანჯებოდი, რას ვიპირებ? შეგაი ადამიანი, რა სცენებს მიწყობ? სცენები მე ნახე ოთახში რო ავალთ. ოთახში გება ეხა ხმამხალა მაგრამ. ამეიხებ. რას ახეკა? გოგო, სკოლის საბანკეტო სურათს კი არიღებ. დააყენე ცოტა ტუჩი ასე, ქენი რა. კარგი რა. რა კაი რა. ახლა მომისმენ ერთი წუთი. შეხედე? ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელი რო იყო ნაირა, ხო გახსოვს? შპარგალკას რო დავინახადე და ასე რომ მოჭუტავდა თვალებს. ქენი მასე? ქენი? კაია, მეიცა? ახლა მეიცა. სულელი მამუკია რო იყო, გახსოვს? ცხელ ჩაის რო ხრუყავდა, ასე რო შუმობდა ტუჩებს, ასე. ქენი მასე? შეატყუპე ცოტა ტუჩები, გოგო. ემას. კაია, არ გეინძრე. გაჩერდი. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. შენ ალბათ ახალი ხარ, ხო? თორე აქამდე რომ მენახე, აუცილებლად ამომახსოვრდებოდი. ხო, მე ნიკა ვარ. კი, ახალია. კი, დღეს ჩამოვედი სოფიიდან ჩამოვიდა, დასასვენებლად იყო წასული. ვა, მაგარია. საინტერესოა. და რა ქვია? მე თიკა ქვია, თიკა. დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს და ქართული კარგად არ ახსოვს, ვეხმარები. მოსაგებია. ისა მე ლექციაზე მაგვიანდება და უნდა დაგტოვოთ უკაცრავად. ესე იგი ჩვენთან ისწავლე. და გინდა დღეს 8-ზე კაფეში შევხვდეთ და თან შენობას დაგათვალიერებინებ. დღეს 8-ზე კაფეში შევხვდეთ და შენობას დაგათვალიერებინებ. Okay. Do you want to meet in the cafe this evening at 8 and I'll show you around? Okay. Okay, ძალიან კარგი, ესე იგი შევხვდებით. ღადაო? კაი რა, ღადაობის თავი მაქვს. მეც ერთ წუთი ახლა მეც შე რა გინდა რო თქვა რომ პაემანზე დაგპატიჟა ბიჭმა, რომელზედაც მთელი უნივერსიტეტის გოგოები კარგავენ ჭკუას. ნუ ახლა ზოგიერთი ბიჭიც პრინციპში. პაემანი რა, შენობას დაგათვალიერებინებო და თა შენ რა გონია ხარ რომ წავალ? გოგო, ჯერ ერთი რა შენობას დაგათვალიერებიებ ახლა მაგაში რა იგულისხმა ვერ მიხვდი? და მეორე, რას ქვია არ წახვალ? გოგო, შენ გიჟი ხوار ახარ ცოტა? რას მეჩხუბები? აქეთ უნდა გეჩხუბებოდი ამ შარში რო გამხვიე. თან იმან მე კი არა ვიღაც სვეცკი გოგო დაპატიჟა პაემანზე სოფიიდან ჩამოსული ქართული რო არის წესიერად. ვაიმე მომისმინე, შარში გაგხვიე კი არა, მუხლმოდრეკილი უნდა მეუბნებოდე მადლობას. მაგ ტყუილის დამსახურება არის ამნერი ვარსკვლავთ ბიჭუნა რო შეიგდე ხელში. შენი გამოსწორება ხო არ იქნება. მომისმინე? ხო მიდიხარ პაემანზე? უკვე 7 საათი არის. თავმოყვარე ხალი მინიმუმ 1 საათი უნდა იდგეს პაემნისტის სარკესთან. მიდი და მოემზადე. წავალ.
მაღალ. ოღონდ ვეთყვი რომ სოფლიან ჩამოვედი და თიკო კი არა, თინიკო მქვია. ხო, მაგასაც ვნახავთ, ერთი რას ეტყვი და რას არა. და იკავე ეკაბა და შეიცვი.